მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა გაიკეთოთ ახლა. ფიქრები მისი თქვენთან დაკავშირებით. ფიქრები და თუ მოვასწრებ, აქვე გავაერთიანებ მის გრძნობასაც თქვენთან დაკავშირებით, რა გრძნობა აქვს. პირდაპირ გადავდივარ გაშლაზე, ბევრი რო არ ვისაუბრო ამჯერად, ვინ არის თქვენი პარტნიორი, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა, პირადი გაშლებისთვის მომწერეთ პირადში, საერთო გაშლა ყველას არ დაემთხოვა და ორივეს კესთვის არის ჩემი გაშლები. ვინ არის თქვენი პარტნიორი? რაღაცის ციკლის დასრულების პროცესია ადამიანი 21 მაღალი არკანი ამოდის, ეს არის მისთვის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებული მომენტი ისეთი, რომ რაღაცას ასრულებს. აი ერთი მისი ცხოვრების ეტაპი სრულდება ამ მომენტისთვის და ეს არის მაღალი არკანი, როგორც გითხარით და ეს არის მისგან გაუთვითცნობიერებელი მომენტები, რაღაცეები სრულდება მის ცხოვრებაში და გადადის სრულიად ახალ ლეველზე, რაღაცეები გაითავისა, რაღაცეები ფსიქოლოგიურად თუ მენტალურად გაიაზრა და მიხვდა და გაიზარდა, მოდი ესე გეტყვით, ერთი ის ეტაპი მის ცხოვრებაში ურთიერთობაზე იქნება ეს თუ საერთო ცხოვრებისეულ ტენდენციებზე იქნება, ყველაფერთან დაკავშირებით შეიძლება მოერგოს ეს კარტი, ანუ ყველას სათავისო აქვს ამ შემთხვევაში. რაღაცაზე გაიზარდა, რაღაცაზე ახალ ეტაპზე გადადის. აი ბოლო მართლაც რომ წლის დასასრულია მის ცხოვრებაშიც ასე ვთქვათ რაღაცა სრულდება და სრულიად ახალი იბადება. აი კონკრეტულად ამ კარტზე არის ბავშვის დაბადების პროცესი, ეს არის სრულიად ახალი მის ცხოვრებაში უჩვეულო მომენტი. სრულიად ახალი შეიძლება იყოს პროექტი, ახალი სამსახური, ახალი ურთიერთობა, ახალი ცხოვრების სტილისტიკა, რომელიც აი წუთი-წუთზე კარს შეუღებს მას ცხოვრებაში. შეიძლება უკვე დაწყებულია ეს პროცესი, ასე ვთქვათ, მაგრამ ვინაიდან მაღალი არკანია, ეს არის მისგან გამოწვეული არა, მისი რაღაცა ცხოვრებისეული სტილისტიკიდან გამომდინარე, მისი რაღაცა პროცესებიდან გამომდინარე, ერთი ეტაპის დასასრული და სრულიად ახალ ლეველზე გადასვლა მისი ცხოვრების. როგორც გითხარით, კიდევ ვინ არის? პენტაკლის პრინციო აქვს. ჩვენებან წარმომადგენელი შეიძლება იყოს მიწის სტიქის წარმომადგენელი, ეს არის კურო, ქალწული და დღესდღის წარმომადგენელი როგორც წესი, მაგრამ ახლა საერთო გაშლაში ნუ მივეჯაჭვებით მეგობრებო, შეიძლება ასცინენტი ქონდეს, შეიძლება მთვარე ქონდეს მიწის სტიქიაში, ამიტომ მაინდა-მაინც ჰოროსკოპს ნუ მივეჯაჭვებით. ეს არის ტიპაში ძალიან ტორმუზი, როგორც მე ვეძახი ამ პრინცი, იმიტომ რომ ეს არის თელ ტაროში ყველაზე ნელი კარტი, ძალიან თუ არ დააკვირდი, საერთოდ ვერ მიხვდები ეს ადამიანი შენსკენ მოძრაობს თუ გაშეშებულია, საერთოდ გამადიდებელი გჭირდება, რაღაცა სათვალე გჭირდება, ისეთი რომ მიხვდე რომ აი რაღაცა პატარა ნაბიჯებს აკეთებს შენსკენ. საერთოდ ცხოვრებისეულად მისი სტილისტიკა არის მყარად, მაგრამ ძალიან ნელი ნაბიჯით, აი კურს ნაბიჯებით სიარული, 100-ჯერ დაწონილი სიტუაციიდან გამომდინარე. ადამიანი, რომელიც სპონტანურ გადაწყვეტილებებს არ ღებულობს. ყველაფერი უნდა გაითავისოს, ყველაფერზე უნდა 100-ჯერ იფიქროს, როგორც გითხარით, რაღაცა სერიოზული თემატიკა თუ არსებობს მის ცხოვრებაში და შემდეგ უკვე გადადგას აი ეს ნელი შენელებული კადრებით ნაბიჯი, მაგრამ ეს იქნება მყარი. ეს არ იქნება რომ ხვალ აზრს შეიცვლის, ეს არ იქნება რომ რაღაცა ემოცია ან რაღაცა გარე ქმედებები მასზე მის ნაბიჯზე იმოქმედებს, ანუ ყველა ის ნაბიჯი არის მყარი, ძალიან დაფუძნება, აი სატურნივით, ძალიან ესეთი გამობრძენილი ნაბიჯები, რომელიც უკვე აღარ მიწისძვრაც ვერ შეარყევს მის ნაბიჯებს, შემიძლია ასე გითხრათ, ტიპაჟია ასეთი, თუმცა ნელი აწონდაწონაშიც ნელი, მოქმედებაშიც ნელი, საერთოდ ვერ მიხვდებით ვინ არის და რა არის და რა უნდა. ორიანჟიზლით რაღაც არჩევანის წინაშეა ადამიანი, შეიძლება არჩევანი იყოს თქვენსა და ვიღაცა სხვა პარტნიორს შორის, შეიძლება არჩევანი იყოს გადმოდგას მან ნაბიჯი, როგორც ამ კარტზეა, თქვენი მიმართულებით თუ ისევ რაღაცა ჩრდილში იყოს, ასე ვთქვათ, ერთგვარად სერი კარდინალივით და მხოლოდ გაკვირდებოდეთ თუ გაკვირდებათ გრძნობთ ამ ყველაფერს. რაღაცა არჩევანია ყველა ვარიანტში. ცხოვრებისეული შეიძლება სამუშაო რეჟიმის არჩევანი იყოს. მაპატიეთ, შეიძლება უბრალოდ მისი
არჩევანი იყოს რომ დარჩეს აქ თუ წავიდეს სხვაგან რაღაცა არჩევანის წინაშე დგას ეს ადამიანი ყველა ვარიანტში აი ორ ჭოფობს ვერ გადაუწყვეტია შეიძლება ვერ გადაუწყვეტია თქვენთან ურთიერთობის განახლება ან თქვენთან ნაბიჯის გადმოდგმა ან რაღაცა მნიშვნელოვანია ესეთი ნაბიჯი რომელსაც კიდე ვიმეორებ ძალიან ნელი ნაბიჯით კიდე 100 ჯერ აწონდაწონის აი ამ ნაბიჯს ვიდრე აი ამ ნაბიჯს გადმოდგავს თქვენსკენ თუ თქვენზეა საუბარი მაპატიეთ თუ ატყობთ რომ ტიპაჟი არის თქვენი პარტნიორის გავიგოთ მაშინ მის ფიქრები თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს შუთი ამოდის შუთიან შესვლით ახალი ეტაპიო ფიქრობს განულებულია ის რაც აქამდე იყო ჩვენ შორისო ეს შეიძლება ურთიერთობა იყოს თქვენ ურთიერთობაში იმ ადამიანებისთვის ვისთვისაც რაღაცა საერთოდ გაუთვალისწინებელი მოვლენები მოხდა ისეთი აი წამებში როგორც მოწმენდილცაზე ჭექაქუხილი და სეტყვა და რაღაცები იწყება ხოლმე უბედურება ამინდის სრულიად წამებში იცვლება აი ესეთი წამებში შეიძლება შეცვლილი ატმოსფერო და სიტუაცია და ჰარმონია თქვენ ურთიერთობაში რომელიც ჩამოენგრა მისი აზრით მე-16 მაღალი არკანი ამოდის ასევე ამოდის შუთი როგორც გითხარით ეს არის სამკარდში ორი მაღალი არკანი და ყველა ვარიანტში რაც არ უნდა ხდებოდეს მისთვის ხართ ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება ძალიან ისეთი პიროვნება ვიზეც აი ესე უბრალოდ ხანდახან იფიქროს არა იმიტომ რომ ძალიან ბევრ ფიქრს და ენერგიას დებს თქვენთან დაკავშირებით ყველა ვარიანტში ამას გეტყვით კალბის ძირში ამოდის მეორე მაღალი არკანი ქურული ქალი ეს არის შეიძლება ეზოთერიკის მიმართ თქვენი დამოკიდებულება და ეს იცის მან თქვენი ასტროლოგია მაპატიეთ ხელი მეჭედება თქვენი ასტროლოგიის მიმართ დამოკიდებულება მაგალითად მატრიცის ბედის მატრიცას რაღაცებს აწყობთ ხოლმე და შეიძლება ეს იცის გაინტერესებთ ეზოთერიკა ასტროლოგია ნუმეროლოგია ტაროლოგია ასე ვთქვათ შეიძლება საერთო გაშლებს უყურებთ და ეს იცის მან ან თქვენ თვითონ შეიძლება ტაროლოგიის ბრძანდებით ეზოთერიკოს ბრძანდებით არ არის გამორიცხული ეს არის ყველა ვარიანტში ეზოთერიკის მიმართ დიდი განხრა და ნიჭი რომელსაც ეს ადამიანი თქვენში გრძნობს აი რაღაცა შეიძლება წინათ გრძნობები სიზმრები გითქვიათ რომ ეს ადამიანი სიზმრა ფრთხილად იყავი და რაღაც ახდენია ანუ თქვენ რაღაცა ეზოთერიკის ნიჭს ეს ადამიანი ყველა ვარიანტში თავის თავზე გრძნობს რაღაცა იდუმალს გრძნობს რომელიც მან ჯერ ვერ ამოხსნა და ფიქრობს რომ აი ბევრ რაღაცას შეიძლება უმალავთ კიდევაც ასეთი სიტუაცია შეიძლება იყოს თქვენ სიტუაციაში რომ რაღაცა მალული და ფარულია რომელიც მან ჯერ აი ესეთი გამოცანა არის რთული ფესვებიანი ამოსახსნელი რომელიც მან ჯერ თქვენ პიროვნებაში ვერ ამოხსნა და ბოლომდე ვერ გაგიცნოთ და აი ამ ყველაფრის გაცნობის სურვილი აქვს ფიქრის დონეზე აი ხედავთ ადამიანი ძალიან დიდ ლოდს აგორებს ასე ვთქვათ ეჭიდება რომ აი ეს პრობლემა ეს გაცნობასთან დაკავშირებით პრობლემა იქნება თუ ახალ ეტაპთან დაკავშირებით რომელიც შუთით გითხარით რომ სრულიად ასე იგი როგორ ლამაზად დაჭდა კარტები 21 მაღალი არკანი ბოლო მაღალ არკანებში სრულდება რაღაც ეტაპი და ახალი იწყება შუთით 0 ეს არის პირველი მაღალ არკანებს შორის ანუ რაღაცა სრულდება და რაღაც ახალი იწყება თქვენთან დაკავშირებით არის ყველა ვარიანტი იმიტომ რომ თქვენზე გვაქვს გაშლა და ადამიანი ფიქრობს რომ მზად არის შეეჭიდოს ყოველდღიურ პრობლემებს იქნება თუ ვიღაცა წინაღობები და ვიღაცა წინა მდგომები თქვენ ურთიერთობაში პრობლემის სახით იქნება მზად არის აი ეს ლოდი გადააგოროს და შევიდეს აი ამ გამოქვაბულში და გამოიცნოს აი ეს გამოუცნობი ჯერჯერობით ეზოთერიკოსი ქალბატონი იქნება თუ პრობლემა იქნება ის რამაც ააფეთქა ეს კოშკით თქვენი ურთიერთობა და ეჭვიანობის მდგომარეობა არ არის გამორიცხული რომ ძალიან ეჭვიანობდეს ტვინში ურტყავდეს აი თავის ტკივილები ემართებოდეს ესე მომდის ახლა რომ თქვენზე რო ფიქრობს აი თავი ეხდება წნევა შეიძლება მაღალ ლეველზე ადის და ფიზიკურ დონეზე ვიძახი ამ ყველაფერს მარტო ნერვიულობით არა რომ შეიძლება მართლა ფიზიკურადაც წნევა ემატება თავის ტკივილი ემართება ეს ფიზიკურ დონეზე როგორც გითხარით პირდაპირ თუ განვიხილავთ ამ კარატს არის იმის შეცნობა თუ რატომ მოხდა ეს რაღაცა ნგრევა ეჭვიანობა და რაღაცა გაურკვევლობა თქვენ ურთიერთობაში წამებში აი სრულიად არაფრისგან წარმოქმნილი რაღაც პრობლემა კიდევ რას ფიქრობს ერთი კარტით თავს იკავებს ისევ მაღალი არკანი მე-14 მაღალი არკანი ამოდის თავს იკავებს ემოციურად რომ თავისი ემოციები გამოამჟღავნოს და რა უნდა თქვენთან დაკავშირებით დედოფალი
წყლის ამოდის აქ ძალიან აი ესე უნდა რომ დაგიჩოქოთ და გიყუროთ და დატკბეს თქვენი სილამაზით, თქვენი ემპათიურობით, თქვენი გულუხვილ გრძნობებით მასთან მიმართებაში რჩება თქვენთვის არის